საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადია ხათაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან. საღამომშვიდობის. აბსურდული ბრალდებები შეურაცხყოფა და შეტევა ქართულ ეკლესიაზე ვინ როგორც ცდილობდა და ცდილობს საქართველოს მთავარი საყდენის შერყევას. ათეულობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და უარი გირაოს გადახდაზე, რატომ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ელენე ხოშტარიას და როგორც ცდილობს ოპოზიცია კანონდამტვევის პოლიტპატიმრად წარმოჩენას. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ევროკომისიამ რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვაზე უარი თქვა რა პრინციპებით ხელმძღვანელმა ევროკავშირმა. დანიის წაგებული მთავრობა და რჩევა თბილისიდან სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევას საკუთარ პრობლემებზე სწორება სჯობს. საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით თეთრ სახლში მიღებას ესწრება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენა ქართველი ერის ცხოვრებაში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს. წლევანდელ 25 მარტს ქვეყანა იმ პატრიარქის გარეშე შეხვდა, რომლის დამსახურება ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს სიონის ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ პანაშვიდი გადაიხადა. გიორგი აბაზაძეა თემით პირდაპირ ეთერში. ეპოქალური მოვლენის 109 წელს ისტორიულ კედლებში ბუნებრივია გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქი, რომელმაც ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის პერიოდიდან მოყოლებული ბევრი იბრძოლა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ეღიარებინათ საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია. ამ და არაერთი დამსახურების გამო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სასწაული უწოდა იმ მოვლენას, რომ უწმინდეს ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად ხალხის აურაცხელი რაოდენობა მივიდა. მის განსასვენებელთან ახლაც ხალხბრალობა. სიონიკის საღამოს 10 საათამდე იქნება ღია. სიმბოლურია, რომ უძველესი ავტოკეფალიის აღდგენის 109 წლის თავის სწორედ მისი გარდაცვალებიდან მე-9 დღეს დაემთხვა. პატრიარქის, რომელმაც დოკუმენტის საერთაშორისო აღიარებისთვის წლები იბრძოლა და ლოგიკურია, რომ ის სიონში იმ კათოლიკოსთა გვერდითაა დაკრძალული, რომლებმაც ქვეყანას რუსეთისგან წართმეული ავტოკეფალია დაუბრუნეს. სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საბადრებელი პარაკლესის შემდეგ კი გარდაცვლილი პატრიარქებისა და უწმინდესი ილია მეორის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. დიდი მოწიწებით და მადლიერებით ვართ გამსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეეგუენ, არ შეგუებიან ისინი ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. მსახურებას სიონში პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. ასია დღესაც. ჩემთვის უწმინდესი იყო და არის და იქნება წმინდა მამა, სიცოცხლეშივე იყო აღიარებული წმინდანად. წმინდანად იმისთვის, რაც იღვაწა, რისთვისაც მან მთელი ცხოვრება შესწირა. ეს იყო ღმერთის სამშობლო და ადამიანი. მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს რო გული გაწყვიტა, არაჩვეულებრივი ადამიანი. ამერი პატრიარქი არ ყოლია. სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ. მკვდარიც კი ცოცხალია. ეს ვიქცენ მართლა ცოცხალია. დაგვიტოვა მზე. ლოცულობს საქართველოსთვის და ყოველთვის ილოცავს. საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომ სახელმწიფოებრიობის აღდგენის ტოლფასი იყო და იმ პერიოდში ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის სახე ჰქონდა, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა აღნიშნეს და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე ილაპარაკეს. დღეს ეს საზეიმო თარიღი ეროვნული მწუხარებითაა დაჩრდილული. გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედა ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა. 1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ერმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა, თუმცა სრულყოფილ და საბოლოო გამარჯვებამდე სწორედ პატრიარქის უდიდესმა ძალისხმევამ მიგვიყვანა. დღეს მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს
როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს. ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენიერი ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარეშე ვხვდებით. 1917 წლის 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას პრაქტიკულთან ერთად უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ. სწორედ ეს დიდებული აქტი იქცა დასაბამად საქართველოს დამოუკიდებლობის ხანგრძლივ გზაზე, რომელშიც თავისი წვლილი არაერთმა თაობამ თუ სახელოვანმა მამულიშვილმა შეიტანა. სწორედ ასეთ მათგანს გამოვეთხოვეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ უდიდეს ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის ჭეშმარიტ მოწამეს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს. ის იქცა მისი წინამორბედი პატრიარქების უმძიმესი ჯვრის მატარებლად, მათი საქმისა და ღვაწლის ღირსეულ გამგრძელებლად და დამაგვირგვინებლად. ავტოკეფალიის აღიარების საქმეს მან 28 უმძიმესი წელი შესწირა. კონსტანტინოპოლი თანახმა იყო მიენიჭებინა თავიდან, მაგრამ ჩვენი ეკლესია რუდუნებით უფრთხილდებოდა საუკუნეების გრიგალში გამოტარებულ უდიდეს საუნჯეს. მეხუთე საუკუნეში ანტიოქიისგან მიღებულ ავტოკეფალიას და იცავდა ამ მემკვიდრეობას. მხოლოდ რუსეთის ეკლესიას მოუწია 1953 წელს სტალინის დავალებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა. სიმბოლურია, რომ როგორც გამოცემა გვეუბნება, სწორედ 25 მარტი იყო ის დღე, როდესაც 326 წელს ახლად მონათლული მეფე მირიანის ბრძანებით მოკვეთეს საჯვარე ხე, რომლისგანაც მომზადებული ჯვარი აღმართეს მცხეთაში, იქ სადაც აიგო ჩვენი უძვირფასესი ტაძარი, სვეტი ცხოველი. ასე მოექცა ქართლი, ასე გახდა ქრისტიანობა ქართული სახელმწიფო სულიერი საყრდენი, რომლის 1700 წლის იუბილესაც წელს აღნიშნავთ. ჯერა რომ ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელებლად. ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსება, პატივისცემა და თანადგომა. ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შემოქმედებელმა ეპისკოპოსმა ილიამ 1964 წელს კუნძულ როდოსზე გამართულ სხდომაზე ხმამაღალი განაცხადით დაიწყო. 1977 წელს აღსაყდრებულ პატრიარქს ფიქტიურად მოქმედი 15 ეპარქია დახვდა, რომელთა უმეტესობაში მღვდელმთავრები არ იყვნენ. მათი და ეკლესია მონასტრების აღდგენის გარდა მთავარ მისიად ილია მეორემ უძველესი ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება დაისახა. მსოფლიო პატრიარქს ათონის მთიდან გამოთხოვილი დოკუმენტები წარუდგინა. უწმინდესი დიმიტრიოსი დაითანხმა ავტოკეფალიის გადაცემას. თუმცა საქართველოს პატრიარქის მოთხოვნა არა ავტოკეფალიის მიღება, არამედ 1917 წელს აღდგენილი მეხუთე საუკუნის ავტოკეფალიის წერილობითი ცნობა იყო. 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტახტის აღიარების სიგელი გამოსცა. დოკუმენტში ჩაიწერა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიას მიეცა უფლება გაეგრძელებინა მირონის ხარშვა. პატრიარქი როცა ჩამობძანდა, ძალიან ემოციური იყო მისი ქადაგება, სადაც ბრძანა, რომ ჩვენი წინა პატრიარქები მთელი საუკუნეები ელოდნენ ამას და ჩვენ მოიპოვეთ ეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერავინ ვერასოდეს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას ვეღარ შეეხება. 1917 წელს სვეტი ცხოველში შეკრებილ 10,000-ზე მეტ ადამიანს 11 საათსა და 30 წუთზე გურია ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ავტოკეფალიის აღდგენა აცნობა, რასაც მაშინ 4 მღვდელმთავარი ესწრებოდა. იმავე წლის სექტემბერში კი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ კვლავ აირჩია კათოლიკოს პატრიარქი. ეს იყო კირიონ მეორე, რომელიც შემდეგ მარტყოფის მონასტერში მოკლეს. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ სამი კათოლიკოსი კირიონი, ამბროსი და კალისტრატე ეკლესიამ წმინდანება ჩერაცხა. სამივე სიონშია დაკრძალული. კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ გლოვის დღეებშიც არ შეწყვეტილა. პატრიარქის გარდაცვალებისთანავე დაიწყო ინტრიგის და სკანდალის ძიება საზოგადოების იმ ჯგუფმა, რომლისგანაც ქვეყანაში ყველაზე სანდო ინსტიტუცია ყოველთვის იყო სამიზნე. ბრძოლა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ კარგად ნაცნობი სტრატეგიით. რუსეთთან კავშირის დაბრალება ოპოზიციის და მათი მხარდამჭერებისთვის ყოველთვის გამოუვალ მდგომარეობაში მაშველი რგოლია. მაკუნა აბულაძის სიუჟეტი. წმინდა გიორგი მინება რომ ყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფეშიო. 2017 წლის 23 ნოემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფეშიო დაასახელა.
რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის კაცი. მეუფეშიოს ღიად რუსეთთან აფილირებული კაცის მოსაყდრედ არჩევა. ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა. 2017 წლის 23 ნოემბრის შემდეგ მსგავსი განცხადებები ქართულ სატელევიზიო არქივს მრავლად ახსოვს. ასე აბსურდული ბრალდებებით, შეურაცხყოფით და ქართული ეკლესიის გახლეჩვის მიზნით შეტევის სამიზნედ პატრიარქის მოსაყდრე იქცა. რუსეთის აგენტობას აბრალებენ სასულიერო პირს, რომელსაც ნდობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოუცხადა. მეუფეშიო მუჯირი ჩელისტი კი არ არის. ჩეკისტი არის. დღეს მეუფეშიო ეგზარხოსი რუსისგან დანიშნული, მან უნდა გაატაროს ეკლესიაში რუსული პოლიტიკა. მოსაყდრე შიო არის მისი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, მენტალობითა და ცნობიერებით აბსოლუტურად რუსული პლატფორმის წარმომადგენელი. სულიერად გახრწნილი, საკუთარი ერის მოძულე. რუსეთის უშიშროების რიგითი პაგონებიანი მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე შიო. მოქმედი პერსონები უცვლელი რიტორიკით. ერთობა ახლა ამ ადამიანთა მცირე რიცხოვან ჯგუფს, რომელიც სრულიად საქართველოს გლოვასაც კი არაცდიდა დიდ თავსატეხად ექცა. ამიტომაც ნაცნობი პრაქტიკით და გამოგონებული ამბებით თავდასხმის სამიზნე ისევ ქართული ეკლესია და ისევ მეუფეშიო გახდა. ახლა ოპოზიციური მედია საპატრიარქო კარზე განხეთქილებას ეძებს. ამ დღეების განმავლობაში არაერთმა მღვდელმთავარმა თუ სინოდის წევრმა არაერთხელ თქვა, რომ ანდერძი არ არსებობს. მარტივი მიზეზის გამო პატრიარქმა სათქმელი საჯაროდ 9 წლის წინ თქვა. სად არის პატრიარქის ანდერძით? კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაწყვიტა თავისი ცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვერათაც, რომ მეუფეშიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. და მაინც რა უნდა გაგვიკვირდეს ხალხისგან, რომელსაც შეუძლია რომ გარდაცვლილი პატრიარქი გლოვის დღეებში შეურაცხყოს. დავინახეთ როგორი განსხვავებაა ერთ მხარეს მყოფ მგლოვიარე საქართველოსა და მეორე მხარეს მყოფ მცირე რიცხოვან ჯგუფს შორის, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე წუთებში სოციალურ ქსელში ამ გზავნილების დაწერა შეძლო. 2017 წელს ის კირილ გუნძიავის წარმომადგენელმა დანიშნა მოსაყდრედ. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არსებობს პიროვნება, რომელიც ილია მეორეზე მეტად ასოცირდებოდეს რუსეთთან. ამაზე უარყოფითი პიროვნება ალბათ ჯაბა იოსელიანი თუ იქნება, მეტი არავინ. სრულ აბდაუბდაში ჩაძირა ქვეყანა და ეს ახლადაშენებული კიჩი ეკლესიები მარტო არა, ფლიდი, მომხვეჭელი და ოქროს მოყვარული მღვდლებით გაავსო. მე უბრალოდ მინდა იცოდეთ მარტივი სიმართლე. საქართველოს და ქართველი ერის დღევანდელი უსაზღვრესი მდგომარეობა მთლიანად მის კისერზეა, როგორც საქართველოს სულიერი მამისა და წინამძღვრისა 1977 წლიდან მოყოლებული. მისი ლოცვა კურთხევით მოხდა სამოქალაქო ომი და პუტჩი. ილია ვტარო იკვდებაო და მე რომ მკითხოს ვინმე რას ფიქრობო ვეტყოდი. მიაკვდა პატრონ მყარებელი ადრე და მალე თქო. ციანიდი არ იყიდება საიქიოში? ამ კგბ-ს აგენტზე და მის უზარმაზარ კვალზე საქართველოს აიათოლიზაციაზე აუცილებლად ყველაფერი უნდა ითქვას ხმამაღლა. ძალადობის სიძულვილისა და ზიზღის მთესველი რუსეთუმე ილია მეორე მოკვდა. მე საერთოდ არ უწუხვარ. დავიმახსოვროთ ყველა, ვინც კგბ-ს ოფიცრის გლოვას დაიწყებს. აგენტი ილიუშა მეორე ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის გამправებელია. ის ვინც ერს სულიერი საყრდენი გამოაცალა, საპატრიარქო კი ამორალურობის აგენტურის ბუდე გახადა. ხელისუფლებისთვის ის რისი უფლებაც თავს რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გლოვის დღეებში მისცა გარედან დაფინანსებული ანტიქართული პროპაგანდა. მიზეზი ცხადია, ებრძოლონ ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი ქართულ ეკლესიას. ჩვენ ხო ვიცით იმ ძალების მიზანი არის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მაქსიმალურად ასე ვთქვათ, მისი როლი დაამცირონ
და უკეთეს შემთხვევაში მისი შიგნით ასე ვთქვათ გახლეჩვა გამოიწვია. ეს გეგმები მათი იყო ცალსახა და ნათელი და ღიად გამოხატული პატრიარქის სიცოცხლეშივე და რა თქმა უნდა ამ ხას ისინი გააგრძელებენ ბოლომდე. ისინი არ თაკელობენ ყველაზე ბინძურ გზებს და მექანიზმებს. საბოლოო ჯამში ეს მათ სულიერ დაცემულობას მიუთითებს, მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად იმიტომ რომ ქართულ ეკლესიას ვერ პატიობენ ისინი ქართული სახელმწიფოს და ქართული იდენტობის გვერდში დგომას და ერთგულებას. აი ეს არის მთავარი მიზეზიც და მიზანიც, რატომ ესხმიან ესე კოორდინირებულად ქართულ ეკლესიას. გლოვიარე საქართველოს მიღმა მყოფებისთვის ამ დღეებში კარგად გამოჩნდა სად დგას საქართველო. საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ამ წუთებში თამარ ბაგრატიონი იმყოფება მელანია ტრამპის მიწვევით თეთრ სახლში მიღებაზე. მანამდე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. ანა ბერძენიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. თამარ ბაგრატიონი დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში 2 დღეა იმყოფება დღეს საქართველოს პირველმა ლედიმ. თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა და აღნიშნა, რომ ეს ხატი გამარჯვების სიმბოლოა. მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადმომეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა და მინდა ყველა ქართველს უცხოეთში თუ საქართველოში უსურვო გამარჯვება, წინსვლა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მადლობ ქალბატონ თამარს ვიზიტისთვის ჩვენ სამრევლოში. უძვირფასესი ხატის გადმოცემისათვის ესეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი დიასპორისა და სამრევლოს გაძლიერებისათვის. სამიტი სახელწოდებით ერთად უკეთესი მომავლისთვის დასრულებულია. ღონისძიების მთავარი მიზანი ბავშვების ინტერესების დაცვა ციფრულ ეპოქაში და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო. ღონისძიებას ესწრებოდა დელეგაცია საქართველოდან. მელანია ტრამპმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამიტში მონაწილე ქვეყნების ერთობა, რათა საზოგადოება გაერთიანდეს იდეის გარშემო, რომელსაც ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა ეწოდება. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ასეთ შთამბეჭდავ მსოფლიო ლიდერებს ვმასპინძლობ. ჩვენ ერთად ვზრუნავთ მომავალზე. ჩვენი მისია, რომ ბავშვები ტექნოლოგიებისა და განათლების დახმარებით გავაძლიეროთ მიღწევადია. მოგიწოდებთ, რომ ამ სამიტის შემდეგ ყველამ პროაქტიული ნაბიჯები გადადგათ. საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მინისტრის მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფება. სამიტში მონაწილეობას იღებდა 45 ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს პირველი ლედი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მადლობა ანა, ეს ანა ბერძენიშვილი იყო. ათეულობით კანონდარღვევა, გადაუხდელი ჯარიმა და უარი გირაოს. ელენე ხოშტარიამ საპატიმრო განაჩენამდე ეს გზა საკუთარი გადაწყვეტილებით გაიარა. ახლა ოპოზიცია უკანონობის პოლიტიკური მოტივებით გადაფარვას ცდილობს. მმართველი გუნდისთვის ცალსახაა, რომ ოპონენტები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებისათვის ფსევდოგმირების შექმნას ცდილობენ. დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. თავიდან შევიძენთ, მოვიტანთ, გავაგრძელებთ ზუსტად იგივე საერთოდ ვაკეთებ. ათეულობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ელენე ხოშტარიას ანგარიშზეა. მედია არქივი ინახავს ოპოზიციონერის გამონათქვამებს, სადაც ის რადიკალიზმს არ მალავს. ჩვენ გვაქვს პიროტექნიკა, კვერცხები, რომელსაც ვესვრით პოლიციელებს, ლაზერები, რომელსაც ვანათებთ სპეცნაზმს. ოპოზიცია და მისი მედია დეზინფორმაციას ავრცელებს. თითქოს ელენე ხოშტარია ბანერზე ფლომასტერით წარწერის გამო დააკავეს. რეალურად კი 5,000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა, რითაც თავი დაიპატიმრა. ამ ბრალდებით ქალბატონის პოლიტიკოსის 4 შვილის დედის გამოკეტვა წელიწადნახევრის მანძილზე ციხეში არის ჩემთვის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად ნონსენსი და გაუგებრობა.
ოპოზიცია ელენე ხოშტარიას გამართლებას ცდილობს, არგუმენტად კი 4 შვილის დედობა მოჰყავთ, რაც კანონდამრღვევებს პასუხისმგებლობისგან მოქმედი კანონმდებლობა არ ათავისუფლებს. ხელისუფლების შეფასებით საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციას სჭირდება ეგრეთ წოდებული ნაწამები გმირი, რადგან აქტუალობა არ დაკარგონ. ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად კრიმინალი, ის არის რეციდივისტი, მან ერთხელ გაიმეორა ის დანაშაულები და ხულიგნობები, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებდით თვალს. მისი მხრიდან ალბათ საკუთარ შვილებზე ყველაზე დიდი მავნებლობა ის იყო, როდესაც გადაწყვიტა პარლამენტის გადაწყვეტში მიიღო მონაწილეობა და რევოლუციურ სცენარებს უწყობდა საკუთარ ქვეყანას. ამიტომ სპეკულაცია მისი ოჯახის და შვილების სახელით არის ნამდვილად არასწორი, მან ეს არჩევანი თავად გააკეთა. ჩვენ გვახსოვს მის მხრიდან არ გადახდილი გირაო და ამით პრაქტიკულად განპირობებული პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება, გვახსოვს არ გადახდილი ჯარიმები მთელ რიგ ქმედებებზე და ხა გასაგებია რადიკალური ოპოზიციის და მათი პროპაგანდისტული მედიის მხრიდან როგორც სურთ პრაქტიკულად სიმართლე ამოატრიალონ და საზოგადოებას ისე წარმოუდგინონ ეს ყველაფერი თითქოს რაიმე ფორმით ვინმე სახელმწიფო თავს ესხმის რაღაცა ქალბატონს. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე იქნას გადაყვანილი რაღაც პოლიტიკურ ნაწილში, არის წმინდა წყლის სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ თითქოს 4 შვილის დედა თუ 1 შვილის რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი შვილის დედა თუ არის 4 შვილის დედა, ის თავად უნდა კონდეს განცდა ამის, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული, არ დაარღვიოს კანონი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის არ აქვს უფლება ჩაიდინოს დანაშაული. ელენე ხოშტარიას მიმართ ჯამში 16 ჯერ იყო გამოყენებული საჯარიმო ღონისძიება, თუმცა არც ერთი არ გადაუხდია და არც ერთხელ უღიარებია ჩადენილი დანაშაული. ხოშტარიას ციხეში ყოფნა კიდევ 1 წელი მოუწევს. ევროკომისია რუსული ნავთობის იმპორტს არ კრძალავს, არც ის არის ცნობილი, როდის მიუბრუნდება ბრიუსელის საკითხის განხილვას. ახლო აღმოსავლეთში ვითარებით გამართლებული უკანდახევა საქართველოს ხელისუფლებისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი დადასტურებაა. ოპოზიციას კი საკუთარი ქვეყნისგან განსხვავებით ევროპის შემთხვევაში რუსული არც ნავთობი არ ეზიანებს. მარიამ ბუღაძე გიამბობთ. ახალი თარიღი, რომელსაც გაგიზიარებდით, არ მაქვს. ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამო დაკრძალვას შეეხებოდა. კანონპროექტი 15 აპრილს უნდა წარედგინათ, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს და განხილვა განუსაზღვრელი დროით გადადეს. მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასახელდა. ევროკომისია ცდილობს ამტკიცოს, რომ საკუთარი ინიციატივის ერთგულები დარჩებიან. რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ არის ის, რომ ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ წინადადების წარდგენის იდეისა. წლების განმავლობაში ბრიუსელი აკრიტიკებდა და სანქციებს უწესებდა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ეკონომიკურად ვაჭრობდა. მეტიც მათ არაერთხელ დააბრალა რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსება უკრაინის წინააღმდეგ. ახლა კი ირკვევა, რომ რუსეთის დაფინანსებას სხვადასხვა გზით თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უპრობლემოდ განაგრძობენ, რაც ბრიუსელის ორმაგსახეთ და ეგრეთ წოდებულ სამაგალითო პრინციპულობად შეფასდა. აგრძელებენ ამ ურთიერთობებს, ეს მარტო ნავთობს არ შეეხება. ალუმინის ექსპორტიც ხდება რუსეთში, რომლისგანაც იარაღს ამზადებს რუსეთი. წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ ჯერათ, რომ ევროკავშირის მესოვრები და ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს გაცვლიან თქვა თავის საკუთარ ინტერესებში. ძალიან მარტივი მოსაძებნია ის მონაცემები, თუ კი როგორ ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის თვეში 1 მილიარდ 800 მილიონის ექსპორტი და ეს არის თვეში 1 მილიარდ 700 მილიონის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებიდან მიედინება ეს ფული მათივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, რუსული ომის მანქანის ჯიბეში. ბრიუსელის მორჩილ პარტიებად წოდებულები, რომლებიც საჯაროდ ყველაფერს რუსულს ებრძვიან, ახლა ევროკომისიის გადაწყვეტილებას არ აკრიტიკებენ და გამართლებას უძებნიან. ბრიუსელის შეფასებებში ნამდვილად ვერ შევალ. ეხლა არსებობს ძალიან მძიმე კრიზისული ფონი და არსებობს ეს საგამონაკლისო შემთხვევა. რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რო შედის, მე ინგლისურს სწავლობს თუ როგორ არის ეს საქმე. ასეთი სახე აქვს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს ხალხის ძალისთვის. პარტიაში ევროკავშირში არსებულ კრიზისს განიხილავენ. სულ უფრო და უფრო დაემსგავსა თან უფრო უარესი ფორმით ვიდრე იყო თავად საბჭოთა კავშირი. როდესაც შენ თხოვ ქვეყანას, რომ
სიტყვა რუსულიც კი არ ახსენოს და რუსი ტურისტი არ შემოუშვას, მაშინ როდესაც შენ ჩახუტებული ხარ პირდაპირი გაგებით რუსეთის ფედერაციასთან. ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მორიგჯერზე დადასტურდა, რომ მორალისგან დაცლილი ევროკომისია მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ იბრძვიან ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც უარს ამბობს მორჩილებაზე და ეროვნულ ინტერესებს იცავს. როგორც კი საქმე ეხება მათ ინტერესებს, ისინი ცვლიან დიამეტრალურად დამოკიდებულებას, თუნდაც რუსეთთან მიმართებით, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან. იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას აწყობს. დაივიწყა სანქციაც და ესეთი ანტაგონიზმი, რომელიც ამ უკრაინის ომმა გამოიწვია. სამაგერად არსებობს საქართველოს მიმართულება, რომელსაც აუცილებლად მათი აზრით უნდა შეექმნას პრობლემები და ისეთი პრობლემები, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას. არსებული შეფასებით ბრიუსელის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა განცხადებებს ვერც ამჯერად გასცდა და საზოგადოებამ ევროკომისიის ქმედითი ნაბიჯები ვერ დაინახა. აგრესორის დასჯის სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი საგადასახადო მხარდაჭერ მექანიზმს ითვალისწინებს, უფრო მეტს გიევი კუჭავა მოგუყვება. სტატუსი დაგვეხმარება, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პროდუქტი და დავამატოთ ახალი ფუნქციები. Edoizo Solution-ი ერთ-ერთია იმ სამი კომპანიიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი საგადასახადო შეღავაც ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც სამივე კომპანია 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. შეღავათები სტარტაპერებს საწყის ეტაპზე განვითარების საშუალებას მისცემს და რესურსების მიზანმიმართულად გადანაწილებას შეუწყობს ხელს. შეღავათები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანხა დავზოგოთ და მივმართოთ სხვა მიმართულებით, მაგალითად პროდუქტის განვითარებაში და პროდუქტის სხვა ქვეყნებში ექსპანსიის კუთხით. ინოვაციური სტარტაპის მქონე სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და დაგვეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეღავათები, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, რომ რესურსი, რომელიც გვითავისუფლდება, გამოვიყენოთ ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, მაგალითად მარკეტინგულ აქტივობებში. სტარტაპ ეკონომიკა ქვეყანაში ყოველდღიურად ვითარდება. სტატუსის მიღებაზე სტარტაპერების ინტერესი მაღალია. ამ ეტაპზე ინოვაციური სტატუსით 11 კომპანია სარგებლობს. მიზანი კომპანიებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა, რაც სტარტაპერებს ცნობადობის გასაზრდელად მარკეტინგული პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს და ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი აძლევს ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობას, რომ ფოკუსირება გააკეთონ მათ ზრდაზე, პროდუქტების შექმნაზე და რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ შექმნან გლობალური დონის მაღალტექნოლოგიური კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. ქართული სტარტაპების წარმოება განვითარებისთვის მთავრობას ამბიციური მიზნები აქვს. 2030 წლისთვის საქართველოში მოქმედი სტარტაპების რაოდენობა 2000-ს მიაღწევს. ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 26,000-მდე გაიზრდება. ხოლო მოზიდული ინვესტიციები 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებაში. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი 10 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს. აღნიშნული სტატუსით ინტერესდებიან რეგიონული სტარტაპები, შექმნილია მთელი რიგი ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, რომელიც საქართველოს ხდის ნამდვილად უნიკალურ ადგილს სტარტაპის განვითარებისთვის. სტარტაპების მხარდასაჭერად მთავრობა არა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს, არამედ ხელს უწყობს მათ კერძო ფინანსების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა ფართოვდება. აპრილიდან მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. კომპლექსური თერაპიის სეანსები კი 2700 ბავშვსა და მოზარდს დაუფინანსდება. მაკო ლურკიფაინძე ამბობს. ის რაც ახლა ამ ცენტრში ხდება, არსებითად განსაზღვრავს ამ პატარების მომავალს. კომპლექსური თერაპიები მთავარი мотиваცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სოციალური კომუნიკაციის პროცესში. შემეცნებითი და ფუნქციური წინსვლა ეს არის საბოლოო მიზანი პროგრამის, რომელსაც უკვე წლებია დედაქალაქის მთავრობა აფინანსებს, მათ შორის ქცევის, მეტყველების, ფიზიკურ თუ არტ თერაპიებს. ერთ ბენეფიციარისთვის განმავლობაში 20 სეანსი უტარდება. ფინანსური მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი იქნება ესეთი პროგრამები, მით უკეთესი. რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამა მოიცავს ფიზიკურ თერაპიასაც, მეტყველებასაც, ჯგუფურ თერაპიებსაც, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია ბავშვის განვითარებისთვის. თერაპიული სეანსები მშობელთან შეთანხმებით ტარდება. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება. მათ შორისაა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბი.
ეს თერაპიები ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობით. თითოეულ ბენეფიციარზე ხდება ინდივიდუალური გეგმის შედგენა და ხდება ქცევის თერაპიის თერაპევტის და სუპერვიზორის მჭიდრო კომუნიკაცია და მშობლის ჩართულობა მაქსიმალურად. ამ პროგრამის ფარგლებში საშუალება გვეძლევა მივაწოდოთ ბენეფიციარს არასტანდარტული მომსახურება, რაც გულისხმობს ბინაზე მომსახურებას, საბავშვო ბაღში მომსახურებას, სკოლაში. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა ფართოვდება და მას უკვე 2 აპრილიდან კიდევ 300 ბენეფიციარი შეუერთდება. ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა რომ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, ეს მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც არის ასახული. აბილიტაციის პროგრამისთვის 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი, ასევე მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობა. ესე იგი პირველივე დღეებიდან დაახლოებით 9 მილიონი იყო ბიუჯეტი, როდესაც დაიწყეთ პროგრამის ამოქმედება და დღეს უკვე დაახლოებით 13 მილიონი ლარი იხარჯება, გვინდა რომ არ დაგვრჩეს არც ერთი ბავშვი, არც ერთი მოზარდი მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე. ბავშვზე იხარჯება წლის განმავლობაში 5400 ლარი ვაუჩერული დაფინანსება და შესაბამისად თითოეული ბავშვის მომსახურება ხორციელდება ქცევითი თერაპევტის მიერ შედგენილი ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად მშობელთან მიღებული თანხმობის გათვალისწინებით. შესაბამისად მერია რა თქმა უნდა მომავალშიც გააგრძელოს ამ ბავშვების ხარდაჭერას. ინდივიდუალური თერაპიები 2700 მოზარდს დაუფინანსდება. მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მხარდაჭერას განაგრძობს და პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება. საქართველოს მწერალთა სახლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და 70-მდე გამოცემით წარდგა. ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა. შორენა გობალიაშვილი გიამბობთ. ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობამ წელსაც მთავარი მისიით გააერთიანა მრავალრიცხოვანი მკითხველი და ავტორი მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. სადაც ისტორიები გვაერთიანებს. ამ გზავნილით წელსაც დააკავშირა წიგნის ბაზრობამ სხვადასხვა კულტურა და იდენტობა ერთმანეთს ერთ სივრცეში. მწერალთა სახლმა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნებით ეროვნულ სტენდზე 70-მდე გამოცემის სახით წარადგინა საქართველო, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ლიტერატურულ ღონისძიებაზე. საქართველოს ყოფნა ყველა ფესტივალზე აუცილებელია, იმიტომ რომ ინტერესი არის ქვეყნის მიმართ, ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის მიმართ. და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ელჩები ჩვენი ლიტერატურის ყველა ქვეყანაში, ყველა ფესტივალს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისათვის, ევროპაში ქართული კულტურის რეპრეზენტაციისათვის, ასევე იმისათვის, რომ დავამყაროთ კონტაქტები მთელ მსოფლიოსთან, იმიტომ რომ ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მთელ მსოფლიოს აერთიანებს. აღმოაჩინა ქართული მწერლობა ლაიფციგში. მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს. მათ შორის შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლობებთან და მწერალთა სახლის პროგრამების წარდგენას. ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დღეებში ხალხმრავლობა ქართულ სტენდთან ქართული ლიტერატურისადმი გამორჩეულ ინტერესზე მეტყველებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს წიგნის ბაზრობა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც წერს, რა თქმა უნდა, რომ თავისი ნაკეთები გამოიტანოს და პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის თავს. გვეძლევა საუკეთესო პლატფორმა ქართველ თანამედროვე ავტორებს ჩვენი შემოქმედების პრეზენტაციისთვის. საინტერესოა ჩვენთვის ურთიერთობა თანამედროვე ავტორებთან, რომლებიც ჩვენს სტენდთან მოდიან. ლაიფციგის წიგნის ბაზრობა წიგნისა და მედიის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საგაზაფხულო შეკრებაა. ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და შთამბეჭდავი დღესასწაული 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც საკუთარი სიტყვა ხირსეულად გააჟღერეს ქართველ ავტორებმაც და უცხოელ მკითხველს თავიანთი სათქმელი გაუზიარეს.